ბანკის ბაზაზე იქნა შექმნილი და ერთ-ერთ უძლიერეს ბანკად ითვლებოდა. საგრედო პოლიტიკა ერთადად არ არსებობდა მოღოლებული სოციალისტური წყობიდან გარდამავალი პერიოდი იყო კაპიტალისტურ წყობაზე და ვინაიდან ის კანონმდებლობები რაც იყო სოციალისტურ წყობაში არ განხორციელდა ის კანონები როგორც კაპიტალისტურ წყობას შემშორეს, რომ მისი ეტაპები სხვანაირია, სტრუქტურა სხვანაირია კაპიტალისტური წყობის და არასურმა საგრედო პოლიტიკამ ჩვენი ბანკი დაწია უგალა. რამე თუ ყოველ შემთხვევაში აგრომრეც ბანკი საერთოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხაშურის აგრობანკი მაინც ამ წლის მაისის თვემდე ითვლებოდა მაინც ხაშურ რაიონში ითვლებოდა ერთ-ერთ უძლიერეს ბანკად. თავისი შემოსავლებით, თავისი კლიენტურით, ყველაფრით, მაგრამ არსებობს რა ის პერიოდი და საერთოდ გადანაწილება ხდება სტრუქტურების იქ მეგობრულიც არსებობს, იქ ძალოვნურად არსებობს, ყველანაირი მხარე არსებობს, რომ რამე თუ ყველა თავისი სტრუქტურის გაწილებას ფიქრობს. რადგან კლიენტურაზე ჩამოვარდა საუბარი, ვთქვათ, უნარიან ხელმძღვანელები და ძირითადად ძირითადად ყავს 200 ორგანიზაცია, მაგრამ დღესდღეობით არსებობს ასეთი კანონი, რომ კლიენტ შეუძლია 5 ბანკში გახსნას ანგარიში. აქედან მუშა ორგანიზაციები ძალიან მცირეა. ძირითადად ვემსახურებით ბიუჯეტს, ბურგკომბინატს, სააქციო საზოგადოება ჯეჯილს, პროსორეთ. საკგას, ხაშურ ენერგოს. უნდა ყველას ვერ ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა. რა საქმიანობას ეწევით ამ პერიოდში? საერთოდ ბანკის შემოსავლები განისაზღვრება ფულადი ბრუნვის მიხედვით, ბრუნვიდან შემოსავალი აქვს კიდე თავისი გარკვეული შემოსავლები, საინკასაციო შემოსავალი, არის ნავთი ფულით მომსახურებაზე შემოსავალი. ეს ყველაფერი აძლევს ბანკ შემოსავალს, რასაკვირველია საგრედო დაბანდება ლომბარდზე, ოქროს ქვეშ. რამდენი პროცენტია? ჩვენთან არის 6%. ბატონო, დავით, თქვენ რა ვითარება აგრომრეც ბანკის ხაშურის ფილიალში?